თავარია გიყვარდეს ხელოვნება, გსურდეს მხარის პოპულარიზაცია, გინდოდეს არქაული ფოლკლორის გაცოცხლება და ყველაფრის მიუხედავად გემღერებოდეს. ეს 4 პუნქტი საკმარისი აღმოჩნდა 6 ასპინძელისთვის, რომ გაერთიანებულიყვნენ და ანსამბლი ჩამოეყალიბებინათ. ასე კი სხვადასხვაობამ, ფინანსურმა სიმწირემ და სტუდიის უქონლობამ მათ ხელი ვერ შეუშალა და დაახლოებით 2 თვეში პირველი მუსიკალური ნომერით შეიქმნა. ანსამბლის ყველაზე პატარა წევრი ამბობს, რომ ბიჭებთან მუსიკის სიყვარულმა და მათმა მეგობრულმა დამოკიდებულებამ გააერთიანა. ცოტნე ზაზაძე პირველ კლიპში ისტორიულ მესხეთს განასახიერებს, რომელიც გადარჩენისთვის იბრძვის. ანსამბლში არიან მუსიყვარული ბიჭები და მეგობრულები. რაც თორია ეგ მომეწონა პირველ რიგში. კლიპში რომ გამოდიოდი, ეს ჩემი პირველი წარმატება იყო ყველაზე კარგი და გამიცნო მოსახლეობამ. კუთხისთვის ვიბრძოლე რა, ასე რომ გადავარჩინე მესხეთის ისტორია რა, ვეფხისტყაოსანი. ანსამბლის პირველი კლიპის გადაღება საკუთარი სახსრებით შეძლეს, ზოგმა დანაზოგით, ზოგმა კრედიტით და ზოგმაც მეგობრებისგან სესხის აღებით. ჯგუფის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ანსამბლის შექმნაზე დაახლოებით 10 წელია ოცნებობს, თუმცა ამ დროის განმავლობაში სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ მოახერხა. ნუკრი ხორჯომელიძე ფიქრობს, რომ შემთხვევით არაფერი ხდება და არც ის იყო შემთხვევითი, რომ ასპინძობის დღესასწაულზე მათი გაერთიანება მოხდა. ყოველთვის არ არის ამის საშუალება, მაგრამ შეძლებს დაგვარად გვინდა რომ გამოვნახოთ დრო. ბიჭებიც ცდილობენ ამ ყველაფერს, ვიკრიბებით და მუშაობთ. სამუშაო სიმღერა ეს მესხურია პირველ რიგში. მომავალი თაობა გვინდა დავაინტერესოთ მესხური სიმღერებით. ნაკლებად ცნობილია მომავალი თაობისთვის. ჩვენი ძირითადი მიზეზიც, მიზანიც ამას უკავშირდება. გვინდა რომ არანჟირება გავაკეთოთ მესხურ სიმღერებზე. არც ძველი დავკარგოთ, თან ახალიც შევამატოთ. აი, ბევრ მესხურ სიმღერას არანჟირება ძალიან უხდება. აი, მესხეთს ნამდვილად ისტორიული გმირები ყავდა ბევრი. შეძლებს დაგვარად გვინდა მათ მასახელებმაც სიმღერებში გაიჟღეროს. პროფესიით მუსიკოსი მხოლოდ გუნდის ლოტბარია. ბექა ზედგინიძე 20 აპრილის შემდეგ ანსამბლის წევრთა შეცვლილ ცხოვრებას იხსენებს. მსჯელობა, სიმღერების განხილვა და ღამის რეპეტიციები ერთმანეთის სახლებში იმართება. არის რომ იყოს მესხურ სიმღერებზე, ანუ ძველი სიმღერები ავადგინოთ და გავათანამედროვოთ არანჟირებულად და რომ საუკეთესო რო იყოს ეხლანდელი მაყურებლებისთვის. ყველაფერს აქვს თავისი ხარისხი რა და ეს ხარისხი თანდათან გავაუმჯობესეთ და თანდათან გვეუბნებიან რომ უფრო უკეთესი იყოს სიმღერა რაღაცნაირად და გვინდა რომ რაღაც კაი სიმღერები და კაი არანჟირება ქონდეს. მესხეთში მესხური სიმღერა მესხეთის გამოღვიძების იდეას ეძღვნება. ანსამბლის სოლისტი ამბობს, რომ აქცენტი სამშობლოსა და რწმენის დაცვაზე, ვაზის კულტსა და განათლებაზე გაკეთდა. ანსამბლის ლოგოშიც სამეფო გვირგვინი, ხანჯალი და ეტრატი დომინირებს. თამაზ ლონდარიძე იმედოვნებს, რომ მათი პირველი სიმღერა ვარძია მესხეთო ჩემო, მალე ანსამბლის სავიზიტო ბარათი გახდება. ის პატარა ბიჭი ჩვენი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ცოტნე გავაიგივეთ მესხეთთან. მესხეთი მოგეხსენებათ, რომ ძალიან ისტორიულად ნატანჯი კუთხე არის, მრავალი ომები აქვს გადატანილი, 300 წელი თურქები ბატონობენ აქ და განამკვდარი იყო, უბრალოდ მიძინებული იყო და მივიწყებული იყო ჩვენი კუთხე, ჩვენი ქვეყნისთვის და მესხეთი იღვიძებს, იბრუნებს იმ ძველ კულტურას, ანუ ვეფხისტყაოსანი გავაიგივეთ ჩვენ და ესეც არის მესხურ კულტურასთან და ის აბრაგები, ვინც არიან კლიპში ნაჩვენები, ისინი არიან მესხეთის მტრები. მესხეთმა შეინაჩუნა თავის კულტურა, დაიბრუნა და გამოდის ასპარეზზე. ვინც ნახავს ამ კლიპს, არა მარტო ის მესხური სიმღერა მოისმინოს, არამედ ჩვენი ისტორიაც, ასე ვთქვათ, პატარა ისტორიაც ამ კლიპით მოუთხროთ რა, მიზანი ეს არის. ჯგუფი ვარძია მეორე სიმღერაზე მუშაობს. ანსამბლის წევრებისთვის ჯალალედინის მიერ ნაწამები ახალციხელი წმინდანის, შალვა ახალციხელის სახელის უკვდავსაყოფად შექმნილი სიმღერის შავლეგოს შესრულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. კარგად იციან, რომ არ უნდა გაჩერდნენ. ძველი სიმღერების ტექსტები მოიწიონ და მესხური ფოლკლორი დანარჩენ საქართველოს არანჟირებით წარუდგინონ. უახლოესი გეგმები კი ბაკურიანის ფესტივალ ფუძეობასა და არტ-გენში მონაწილეობაა.